შენ უყურებ ქართულ YouTube სივრცეში ყველაზე აზარტული, ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული შოუს ექსპერიმენტის მე-10 საიუბილეო ეპიზოდს. ამ ეპიზოდის განსაკუთრებულობას მხოლოდ ჩემი სიტყვები არ დაადასტურებს, რადგან დღევანდელი სტუმრებისთვის შესაფერისი წარმოუდგენელი ნომრები მოვამზადე, ხოლო ვიდეოს ბოლოს შეფასება კომენტარების სახით თქვენთვის მომინდია. სადაც როგორ შეგავთ? აგერ რაბანა და ასევე ჩემი მაყურებელი ესწრება ამ ეპიზოდის ჩაწერას. ორნი არიან. პირველ რიგში მადლობა თქვენ იმისთვის რომ მოხვედით დღეს. მე დიდი ხანია ვპირდები ჩემს გამომწერებს რომ ჩემს ჯგუფში დაიდებოდა პირველ რიგში ეს info, ამიტომ აუცილებლად გადმოდით, გაწევრიანით ლაშა და გამომწერები ჯგუფში, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. თუ გაქვთ სურვილი რომ სხვა ეპიზოდებშიც მოხვიდეთ და დაესწროთ live ჩაწერას. მე ეს გამოცდილება კალამ გამიზიარა, რომელიც დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია მანიუსთან ერთად. როგორ ახართ? გადასარევად, გამარჯობა. ძალიან კარგად ხართ, ვიცი და მანიუ ძალიან ნერვიულობს, არ ვიცი რატო. არ ნერვიულობ, უბრალოდ ესეთი მოწადინებული ვარ. დღეს ფოკუსები უნდა გაჩვენოთ რა. სანერვიულო შენ გეკნება თუ წავაგებთ. მე თუ წავაგებთ? მე მაინც შეგახსენებთ რომ დღეს თქვენთვის მაქვს მომზადებული 4 არაორდინალური ექსპერიმენტი. თითოეული ექსპერიმენტის ბოლოს მე თქვენ დაგისვამთ კითხვას რომ ეს კონკრეტული ექსპერიმენტი შემიძლია თუ არა რომ ნამდვილად შევასრულო. ყოველთვის პასუხი არის მხოლოდ 2. ანუ ორივე შემთხვევაში გვატყუებ. ფოკუსსაც გატყუებ და თუ არ შეგიძლია მასაც გატყუებთ. ესე გამოდის რა, მაგრამ სამაგერო თქვენ თუ ამას გამოიცნობთ, თქვენ ფულს აგროვებთ. ჯამ შეგიძლიათ რომ 4 კითხვის შემდგომ 2000 ლარი დააგროვოთ, რის შემდგომაც უკვე საბოლოო რაუნდს ვიწყებთ და თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელ კონვერტშია 2-დან მოთავსებული თქვენს მე დაგროვებული თანხა. შეგვიძლია რომ დავიწყოთ და გადავიდეთ პირველ ექსპერიმენტზე. მე ძალიან გახარებული ვარ და ეს ერთხელ რო ანამყოფი მაგიტო. იმიტომ რომ წინ ველოდება დიდი თავსატეხი და მაგიტო. ყოველი ექსპერიმენტის წინ შემოვასით კონვერტი, სადაც წინასწარ უკვე მოთავსებულია პასუხი. ეს იმისთვის რომ, რავი, მაინც ვინმე ეჭვაში. ხო, რო არ მოგატყუოთ, შესაძლებელიაც გეტყვის თუ შეუძლებელია, აი აქ არსებული პასუხი დაადასტურებს ჩემს ნათქვამს. ასეთი რაღაც მინდა რომ გავაკეთოთ. იწყება? არ ვიცი, ჩემო მანო ეს. აი დაიწყო აფერისტი რა. ნახოთ, დავიწყებ თუ არა. კალა, პირველ რიგში მინდა ეს რაღაც გაკეთო, დასტის. არა. დასტის რაღაც ნაწილი თუ შეიძლება რომ ესე აიღო და ისევ ზემოდან დაატო. არაფერი არ გააკეთო, უბრალოდ აიღე და ხაფაგია კალა არ გინდა. რაღაც ნაწილი, რამდენი შენ გაგიხარდა. დააბრუნე. ეხლა მინდა რომ ცოტა უფრო ნაკლები აიღო. აიღე თუ შენ გინდა რას ქვია მე? აიღე. აჰა. ეხლა ცოტა უფრო მეტი აიღე. ჩამოყალიბდი ძმა. თუ შეიძლება. ანუ ეს რატო ვაკეთებ, დადე? ანუ ყოველი გადაჭრისას აბსოლუტურად სხვა გადაჭრის ადგილი აქვს დასტას და რაღაც ერთ კონკრეტულ ადგილას არიჭება, ხო მართალი ვარ? ლაშა, ყველა ვიცით ეხლა რა ისეთი ვუთხარ. მაინც ყოველი შემთხვევაში რა, მე აქ მაქვს თვალსახვევი, თუ შეიძლება ანუ შეამოწმო რომ თუ ამ თვალსახვევს ეს თვალებზე აიფარე, არაფერი არ ჩანს რა, მაინც და რა მე არ ვიცი. ელექტროსენსორული თვალსახვევი არ არის, არაფერი. არა შენ მეც ორჯერ გამ. ბატონო კალა, თუ შეიძლება მე ამ თვალსახვევს რო ავხევ, მინდა. მარტო კალას ამბაშობს თუ რა ხდება? არა. მან შენ ხო შეამოწმე თვალსახვევს. ანუ კაი, ოკეი, ვაუ. ანუ გააწყუტლება ერთად მომივიღოთ. გავიგე მაგრამ არა, მან დამშვიდი. შენ ჩაერთები. კალა, მინდა რომ რაღაც ნაწილი, ისე რომ მანუსთვის დარჩეს დასტის რაღაც გარკვეული რაოდენობა, რაღაც ნაწილი რო აიღო და ყუთში რომ მოათავსო. აიღე, უკან აღარ დააბრუნო, უბრალოდ აიღე და ყუთში მოათავსე. პირდაპირ ყუთში ჩაუძახე. რაღაც რაოდენობა ხო დარჩა მაგიდაზე. მაგრამ ახლა მინდა რომ შენს რაღაც ნაწილი აიღო, რამდენიც გაგიხარდა რაღაც ნაწილი აიღე და ასევე ყუთში ჩააბრუნე ეს რაოდენობაც. და მინდა რომ როდესაც დაამთავრებთ ეს ყუთი დაკეცოთ. ხოლო დარჩენილი დასტა ჩემ ხელზე მოათავსოთ პირდაპირ. ეს დარჩა ჩემ ხელზე მოაწოდოთ. კარგად. ერთი წუთით ახლა გთხოვთ. ყუთი რომ ათხოვთ თუ შეიძლება? სასწორიც ხო არ გინდა ლაშა. აქ ორივეს მოთავსებული კარტებია, ხო მართალი ვარ? კი. კარგი. კარტი რამდენია სიტყვის თუ რა კარტი არის გადაჭრილი? არა. მე რა ერთ წამს არ ნახოთ. მე აქ უბრალოდ რაღაც რიცხვი მიწერია, რომელსაც ფიზიკურად ვერ შევცვლი და ერთი კითხვა მაქვს, ანუ შენი აზრით რამდენად კარგი სმენა აქვს ილუზიონის? წასაც კარგი. აი, იმდენად კარგი შეიძლება გქონდეს, რომ უბრალოდ ყუთის გამოძრავებით
მიხვდეს ზუსტად რამდენი კარტია შიგით მოთავსებული. არ ვიცი, ეს თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, იმიტომ რომ მე გეტყვით, ეს თქვენ თუნდაც არ იცით აქ ზუსტად რამდენი კარტია, მაგრამ მე აი ამ ხმის მოძრაობით ზუსტად დავწერე ის რიცხვი, რამდენი კარტის თქვენ ჯამში გადაჭერით და ყუთში მოათავსებთ. თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, ეს არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. მოიცა, ხმით მივხვდი მარტო ეს არის მოცემულობა თუ მნიშვნელობა, ანუ კიდე რაღაცები დაემატა მაგ ყველაფერს. რა დაემატა შეგიძლია? აი რავი, ანუ სეტაპი გქონდა იქამდე, ანუ უშუალოდ ხმით მივხვდი, ანუ იმიტომ ეგ მოგვეცი პირობაში მოცემულობა. რავი, თქვენ აქედან არ გასულხართ, თუ რამე შემჩნევთ, სხვა მოქმედება გავაკეთე. შემიძლია დაგეხმაროთ, რომ ამოიღოთ ეს კარტები და გადათვალოთ რამდენი კარტია. ხმა მაგვა გადათვალეთ? რატო გეხმარება ეს ბოდიში რო გრავი? აი, მოიცა. აი, ნახოთ მაინც. რა მაგარი მინიშნება მოგვეცი ვაშო. გადავთვალო. არ არსებობს, აი ეს როგორ გქონდა რამდენი კარტია შეგიძლია. არა, ამას განახებთ, რომ არ ვიცი, ეს მოცემულობას არ ცის, მაგრამ ყველა კარტი განსხვავებულია. თუმცა ეს არაფერს არ ცვლის. რამდენი კარტია შეგიძლია ხმა მაგვა დაითვალო? 14. მაშინ შენ ისეთები გაკეთებული ეს მარტივია. ანუ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით და ანუ არაფერი როგორ არის ძალიან მაგარი ფოკუსია, მაგრამ მარტო ეს კი არ აჩხარულა. ორივე ეჭირა, ხო? ანუ არ ნახე, მარტო სმენაზე არ არის, სმენაზე რატო გამახვილებინა ყურადღება. სმენაზე არ არის, ორივე ეჭირა ხელში. რა ბანგვიშველი რაღაც. მე უყურებ და ვცდილობ რომ ამოხსნა. ანუ რამდენი რაღაც ქონდა დამატებითი. კიდე არ სმენის გარდა მაგებს ვითვლი რა. და ილუზიონისტი, რომელიც აი მთელი ცხოვრება კარტებში, ანუ რაღაც მომენტში შეიძლება კონდეს ისეთი წყობა კარტთან, რომ ზუსტად დაითვალოს რამდენი კარტი შეიძლება. 100-დან 100-ჯერვე არ შეეშავს. ხო, რაც ანუ შეუძლებელს გავს ლაშას. მთელი მუღამი ის არის ამ შოუსი, რომ შეუძლებელი შესაძლებელია. კი, ყველა კითხვა შეუძლებელი ჩანს. მე ძალიან მინდა რომ ვთქვა რომ კი შეგიძლია ეგეთი რამე გამოიცვა, მაგრამ და არ გონია რეალური. ეწეროს 1194 რაღაც ეგეთი. მე რა რომ მეწონეს, რომ გაიხილა, თან დასტას ისე გახედა, ეჭვის თვალით რამდენია, ვაი, თითქოს ფოკუსში მანამდე რო იყო. ყვითხა ნამდვილად ორივე აარჩიეთ, ხო? ხო და თითქოს ფოკუსში იყო რა, ანუ ფოკუსიდან გამოსული კი არ იყო, ანუ აკეთებდა მართლა რა და ეხა ეს რო იყოს დადგმული, მაშინ ისეთი როგორ გააკეთებდა, იცი, არც დაფიქრდებოდა, არც შეამოწმებდა, ანუ ფეხებზე დაიკიდებდა და რომელს უფრო გავდა, ფოკუსში რო არის ლაშა და ნერვიულობს გამოვა თუ არა და თუ მეორე? ანუ გვეკაიფებოდა? მე არასდროს არ ნერვიულობ ჩემო კალა ფოკუსების დროს. ანუ იცი. მე მაინტერესებს ეს რას იტყვის. ხო, შესაძლებელი მგონია მე. მეც. შეურაცხყოფა არ მინდა მოგაყენო ლაშა, გაგებდა ყოველი შეუძლებელია. დიახ. შეიძლება გაიგოთ ცუდად შენ. ნუ მოიცა ესენი ფიქრობენ, ეს არ შემიძლია, ეხა მე. ეგეც არის. ამიტომ თქვენი პასუხი არის შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, ვაი აქ ფუნქციას რო ამოატრიალებთ. 14 უნდა ეწეროს. 14 გაწყობთ. ყველანაირი სხვა რიცხვი არის ხო, ნახო. მარტო ნახე, კარგი. არის? მართლა? დაწერია 14 და ეს ექსპერიმენტი. ნამდვილად შესაძლებელი. იმისთვის რომ დავადასტუროთ ეს უბრალოდ დამთხო. არ არის ამ ექსპერიმენტის პასუხი არის შესაძლებელი. ვაუ. აუ, მოვკვიდე რეულობ და არა, ლაშასთვის შესაძლებელი. მოდი ესე დავამატებ. ანუ ხმით არ მიხდი რაღაც თქვით, ხო? სხვა რა. კანამ სწორად ვარ, აი ხელში რომ დავიჭირე. აწონე. წონით უფრო წონით. ხელის ასწორი, მაგრამ წონით მიხვდა. მეგობრო, მინდა გაამახვილოთ ყურადღება პირველად ლაშას ვარსკვლობა არის არეული. დაახლოებით 5 წამა გააგზელა, 5 წამის განმავლობაში იყო ეს ყველაფერი. მე მეგონა რომ AI იყო ეს პირველი, თუმცა თურმე არ ყოფილა. არა უშავს. წარმატებით გამოიცანით პირველი ექსპერიმენტი, ახლა მეორის დრო არის კონვერტიც უკვე შემოსულია. მე მაქვს ესეთი ტელეფონი. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ტელეფონი ხუმრობის გარეშე სპეციალურად ამ გადაცემისთვის შევიძინე. რომისული ყავი თუ მოგცემდნენ ბარტერზე? არა. რო გეთქვა. ბარტერზე? აი ეს თორე შესაძლებელი რომ მითხრე. არა, სავსები შესაძლებელია, მაგრამ მეც რა ვქენე? აბა. მე ავდექი და ეგ აღარ მიფიქრე, იმიტომ რომ იმდენად კარგი ფასდაკლება იყო Black Friday-ზე. შავი პარასკევის ფასდაკლებით ვისარგებლე და პლუს ამას ეს ტელეფონი ჩამოვიტანე ჩინეთიდან. და ტრანსპორტირებაში მხოლოდ $2 გადავიხა და იმიტომ რომ USA to Georgia-ს მომხმარებელი ვარ. და USA to Georgia-ს პირველ იანვრამდე აქვს შეთავაზება, რომ ჩინეთიდან ნებისმიერი ამანათი შეგიძლია $2 ჩამოიტანო. და ეს იმიტომ ვიყიდე ასეთი კარგი ფასდაკლებით, რომ USA to Georgia-ს AI agents მივწერე, კაიას, რომელმაც პირდაპირ ლინკი აი გამოგზავნა. უცებ რა ღირდა. მაგას ცოტა ხანში გავიგებთ. მაგრამ ღირებულებაზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, მეგობრებო, რომ ეს არის Android-ი და Android იმიტომ შევიძინე ამ ექსპერიმენტისთვის, რომ Android-ს აქვს ასეთი ფუნქცია. რამდენჯერაც მე მივაჭერ, დავბლოკავ და მე შემდეგ ისევ განვბლოკავ, აქ ფოტო იცვლება lock screen-ზე. iOS სამწუხაროდ ეს არ აქვს, იმდენად კარგად ოპტიმიზირებული. შეიძლება
მან ეხა შენ ფოტოს მიმოცვლა ხდება ლაშა ხო არის? ანუ ჩაშებული რამდენი არის ფოტო? რა ის არის, ანუ ყოველთვის რენდომ ფოტოს აგდებს რა. მან ეხა მინდა რომ რამდენჯერმე მიაჭერო და სადღაცა სადაც შენ გაგიხარდება, დაბლოკო და აღარ გამბლოკო პირდაპირ და ტელეფონი მაგიდაზე, კაი? იცვლება ხო ნამდვილად რამდენი 60. კალა თუ შეიძლება შენ რო აი ნახე. მოვუკავე თვალი მე მგონი. რო დაბლოკავ ამას, მე შეიძლება ყველა ვარიანტი. მოდი ესე იყოს. ანუ თქვენ რაღაცა რამდენიმე მიჭერი შემდგომ ტელეფონი ისე დავდეთ რომ ეხა არ ვიცი რა ფოტო ამოვა. მე აქ მაქვს რაღაცა ბარათები. ასევე წამოღებული. რომელიც კარტები არ არის. რომელი ამოიღებს ბარათს? ერთი ნებისმიერ ბარათი ამოიღო და არ ნახო, კაი? ამოიღე და არ ნახო. მე გეტყვით რომ აქ არის ესეთი ბარათები. სხვადასხვა ფოტოებია გამოსახული. აი, ყველა არის, მეგობრებო, განსხვავებული და სხვათა შორის თუ დაუკვირდებით, ძალიან გავს ამ ფოტოების ზომა ტელეფონის ეკრანის ზომას. ახლა მინდა რომ ამოატრიალოთ და მაყურებელსაც და შემდგომ კამერასაც ანახოთ რა ფოტო ამოგივიდა თქვენ. დიახ. და ასევე კამერასაც რო ანახოთ. მოდი, აღარ გაწვალებთ და პირდაპირ გეტყვით. ჩემი ექსპერიმენტის მეორე კითხვა მდგომარეობს, როდესაც ამ ტელეფონს განბლოკავ და ზუსტად ეს ფოტო დაგხვდებათ ეკრანზე. ეს არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი, თქვენ უნდა გადაწყვეტოთ. ეგ ფოტო უწევდა, ეხლა რო დავათვალიერე კატალოგი მე. ეს ფოტო უნდა იყოს? რანაირად? აბა მოდი ეხლა დავფიქრდეთ. წესით ვერანაირად. კაი, ერთ ნახე, ეს ფოტოები ხო აქ. ანუ ამან ხო იცის აქ რა ფოტოებიც არის ყველა ვარიანტში. ეს ფოტოები აქედან არის. არ მეორდებაო, თუ მეორდებაო. ანუ სადღაცას ლიმიტი ექნება. სადღაც ლიმიტი არის. მოდი კი ვთქვათ. მოდი კი ვთქვათ. შენ მოგცა ტელეფონი, გითხრა რომ განბლოკე, როცა გინდა და აქ რენდომ უნდა ამოვიდე. მაშინ რაღაცა ჯადოსნოდი ამ ტელეფონში, ლაშაში კი არა. თან ნახე, მე მგონი გვატყუებს რატო იცი? მანამდე სიტყვები მებოდა. აი ლაპარაკის დროს გვატყუებდა. არა, ხოლმე ვარენჩ გატყუებს. ხო, კაი. ანუ როგორ გვატყუებდა შენ ხარ პასუხს გებენი? ბიჭო, არ ვიცი მე. ბიჭო, არ ვარ? არა, ბიჭო ზოგადად თქვი. აი, რო შენ ისიც ეგრე გვეგონა, რომ ვერ დათვლი. არა, ის მეგონა, რომ მაინც გაკეთებადი იყო. კი. მეც ეგრე მეგონა კავა. ნახე, არც იცის ის აქ რა უნდა იყოს შემდეგი. თუ წინასწარ არ არის რაღაც დალაგებული, გაიგე? ნახე, აი ამ მაგიდაზე რაც მოხდა ეხლა და ამის იქით თუ არაფერი არ ხდება, მაშინ შეუძლებელია. იცი რა, შენი არგუმენტების მიუხედავად მე მაინც მგონია, რომ ეს უეჭველი ეს გამონათდება ახლა. რა ეგრე მგონია? რა შესაძლებელია. ეს შესაძლებელია. ეთანხმება საინტერესოა. კალა, კალურ. მე რა უფლება მაქვს რომ გადაუხვიო ამ მოსაზრებას. ლოგიკით ხო ვერ ახსენე, მაგრამ აი რა დამპალი ფოტოა რაღაცნაირი. აი პეიზაჟი როს გაიჩითოს და მე არ ამქონდეს ნათქვამი ძალიან გამიტყდება. გასაგები, კარგი. ანუ თქვენი პასუხი არის მეორე ექსპერიმენტზე, რომ რა არიცი? არ თქვათ. ანუ თქვენი პასუხი რომ არ თქვათ. გადავდივართ მესამე. შესაძლებელი ვთქვათ? არ არის შეუძლებელია. შეუძლებელია? ინტუიცია შეიცვალა? და თქვენი პასუხი არის რომ კი. არა. ეს ხო მოგებიან პოზიცია აქვს. აი, ხო გეუბნებოდი, ყველა ვარიანტი შეგწამოვა კალა. აუ, აი შეუძლებელს ვიტყვი რა. აი, ამერთხელ დაგიჭირე. ნუ ეხლა ჯოხი ჩემს უნდა გადაწყვეტს როგორ ჩანს. მაშინ მე მინდა რომ ეხა ეს ფოტო და ეს ტელეფონი რომ აიღოთ. მე არ ვიზამ. თუ შეიძლება არ გახსნა. ესე უნდა დაიჭიროთ ორივე და ჯერ კამერას რო ანა. აქეთ ვაჭო ხო? ხო, დაიჭერე. არა გთხოვ. გახსენე და თუ შეიძლება მაყურებელს ახე პირდაპირ მოვატრიალე. ეს ექსპერიმენტი იყო შეუძლებელი ამის დასადასტურებლად მე აუცილებლად განახებთ პასუხს რომ ის ხო ნამდვილად შეუძლებელი. კიდე კიდე. მაგარი ვინერვიულ. ძალიან გაწურეთ იმენა. კაი დაგიჯერე. ბოლომდე გაწურეს იმენა. ხან ერთი თქოს, ხან მეორე. მაგრამ ეს უცხო არ არის. ჩვენს მესამე ექსპერიმენტში მე მინდა გახაროთ რომ ჩვენი დამსწრე საზოგადოებაც მიიღებს მონაწილეობას, რადგან თითოეულ მათგანს დაურიგდათ ფურცელი და კალამი და ახლა მინდა გთხოვოთ რომ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ცნობილი ადამიანი, არ არის აუცილებელი იყოს ქართველი, შეგიძლიათ იყოს უცხოელი,
არც ერთი კონკრეტული რაღაცა სფეროს წარმომადგენელი, შეიძლება იყოს, არ ვიცი, სპორტსმენი, მომღერალი, მსახიობი, შეიძლება ილუზიონისტიც იყოს. ჩვენ ვიყოთ ნებისმიერი ცნობილი ადამიანი და დაწერეთ ფურცელზე ქართულად სახელი და გვარი გარკვევით. ვთქვათ ქართულად და გვარი და იმამ ხო, და არავინ არაფერი არ თქვათ. რაუბედურო. არ თქვათ, middle name-იც რა დაწეროთ თუ აბა. ხო, სანამ ჩვენი მეგობრები დაწერენ, მანუ მე მინდა რომ დასტიდან ნებისმიერ კარს უბრალოდ თითი დაადე. ნებისმიერს თითი დაადე ჯერ. აი ეს. შეგიძლია რომ აიღო. სანამ ამოვატრიალებ, მინდა კიდევ ერთხელ კამერასაც რომ ვანახო, რომ ყველა კარტი განსხვავებულია და ნებისმიერი მათგანი შეგეძლო რომ აგიღო. და ბოლოს წინა კარტი ამოიღე, ხო მართალი ვარ? შეგიძლია ამოვატრიალო და ვანახო რა კარტია. ხუთიან ყვავი, რომელსაც თქვენის ნებართვით კამერასაც ვანახებ და ასევე მაყურებელსაც ვანახებ, რომ მანიუმ დასტიდან ამოიღო ერთი რაღაც შემთხვევით კარტი ხუთიან ყვავი. დავწერეთ ყველა. ახლა თუ შეიძლება ეს ფურცელი დაკეცეთ 4 ნაწილად ჯერ ერთ შუაზე და კიდევ შუაზე გადაკეცეთ. ახლა ოზი ჩამოივლის და თუ შეიძლება ყუთში მოათავსეთ თქვენს მიერ დაწერილი სახელი და გვარები. ვიღაც ძობილი ადამიანი. მე გუნდში ამ ზუსტად ვიცი ვის დაწერა. ხო იცი რატო? მენტალისტი ვარ. თუ შეიძლება დადეთ მე არა კალას მხარეს. ой, რა კაი არის ის არის აქვს. თუ შეიძლება ესე გადმოწიეთ, მე არ მინდა რომ ხელი გადმოწიეთ ბოლომდე. გადმოწიეთ. პირდაპირ ხელი ჩაყავით და ერთი ფურცელი ამოიღეთ. ერთი რომელიმე ფურცელი. კალა კარგად არის. ნებისმიერ თუ მინდა ესე მოურიე და ერთი ამოიღე. გაქვს? ხო. ამ თქვენ დაწერილი მეგობრებო ფურცლებიდან ჩვენმა კალამ ამოიჩია რაღაცა ერთი ფურცელი. გვაქვს ორი გადაწყვეტილება. მანუს მიერ ამორჩეული კარტი, ასევე კალას მიერ ამორჩეული ფურცელი და თუ შეიძლება გახსენდ და დაგვიკითხე ვინ ამოგივიდა. ბრიუს ბაფერი. ბრიუს ბაფერი. შეიძლება რომ გვაჩვენოთ და რო იგონებთ. კამერასაც რო ვანახოთ, ბრიუს ბაფერი არის ეს ცნობილი ადამიანი. მანუ იცი ვინ არის ბრიუს ბაფერი? მე არ ვიცი. არც მე და აი ცოტა შემცხოვრო მეთქე ვიღაცა. ვინ დაწერა ბრიუს გამომრჩა? ბაფერი? თქვენ დაწერეთ ბრიუს. თუ შეგიძლიათ გითხრათ ვინ არის ბრიუს ბაფერი? იუს გამოცხადებელი არის იცი? დეგარი, ნუ ეხლა ხმაზე ვიცნობ, მაგრამ აი ბრიუსია თუ არ არის, ხო. კარგით, მე ესეთ რაღაცას გეტყვით რა. მეგობრებო, აი ამ ლეპტოპში, რომელიც ნომრის დასაწყისში აი აქ დევს, რომ გავხსნი და მოდი გავხსნი კიდევაც და განახებთ. რომ დესკტოპზე არის ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც აწერია ვიდეო. ვაუ. და აი ამ ვიდეოს რომ მივაჭერთ, ბრიუს ბაფერი გამოგვაცხადება, რომელიც მოგესალმებათ თქვენ, ბატონო კალა, ბატონო კაბატონო. კიდე. აუ თუ შეიძლება რომ არ იქონიოს სხვა რაღაცებზე. მოგესალმებათ ბატონო კაბატონო მანუ და ასევე ჩვენ დავწერთ საზოგადოებასაც და ასევე ის ბრიუს ბაფერია ვიდეოში რა. გასაგები. მეც ბრიუს ბაფერია რომელიც რას იზავს? კარტიც ექნება ვიდეოში. იტყვის რომ ხუთიან ყვავი ამოიჩია მანუ მურღულიამო. თქვენ უნდა გააწყვეტოთ ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელია. აი ხლა ლაშამ საიდან იცოდა რომ ის კაცი დაწერდა ბრიუს ბაფერს მე მანამდე მოიძიებდა მაგას ვიდეოს ჩააწერდა რომ ბრიუს ბაფერი თქვენ დაწერეთ ოღონდ ნახო. რა ენაზე? ინგლისურად რა თქმა უნდა. აბა რა ენაზე? AI დაგენერირებულია თუ ნახე? არა. AI არა. თუ არის, თუ აქ არის ბრიუს ბაფერი, აუცილებლად იქნება ნამდვილად ბრიუს ბაფერი. ეხლა ჯერ მითხრა რა გონია და მე რომ ვიღაც იმჭერავს. ამას მაგვარს თუ იტყვისო, ანუ მაგას თუ ჩაკითხვა შეიძლება? დიახ, გისმენთ. რა ენაზე იტყვის ამ ყველაფერს? ეკითხეთ უკვე გრაბა. ეხლა ნახე, ეს არის შეუძლებელი რა თქმა უნდა. ანუ, რატო არის შეუძლებელი? ნუ კარგი. ან ბრიუს ბაფერს ვიდეო ჯერ ბრიუს ბაფერი ძლივს გავიგეთ ვინ არის. ეს ერთ. მერე ესე არ გადაუსვამთ. ანუ ესე კი რა გამოვიდა. ბრიუს ბაფერს თქვენ დაურეკეთ. უთხარით რომ ყველასად საყვარელი მანუ მორხულია და გიორგი ალტოზი ყავს სტუმრად და ვარა მაგარია. ოქტოპუსიდან არის. ოქტოპუსი ხო? ეს იტყვის რომ ოქტოპუსიდან არის გიორგი კალატოზი. ნახე, ძალიან ბევრი ცვლადია რომ დაგვაჯერონ და გვათქვენონ რომ შეუძლებელია და შეიძლება მაგიტომაც შესაძლებელი. ანუ ეხა ეს იმიტომ წელავს ამას რომ იტყვის იმას და აი იტყვის ამას ეს უფრო დაუჯერებლად ჟღერს.
და გვაჭერს რომ უფრო შეუძლია. ეგეთი მოსრები გონია რომ ახლა იმ ვიდეოს ჩაწერდა. იცი რა არის ქართველები არიან დიასპორა UFC-ში და შეიძლება ჩააწერინეს. არ ვიცი, ანუ ჩაკითხვა შეიძლება? ერთი ჩაკითხვა. თქვენ ერთი ჩაკითხვა დაგჭირთ, მაგრამ ის AI იქნება თუ ნამდვილად ეს მართლა რაბან შეშა არ არის ვერ ჩამოიცა. რამე ისეთი კითხვაც ხო ჩვენს დაგვეხმარო. ეს ბრიუს ბაფერი ლამაზად წერია თან ნახე. რო ეს უნდა მოგვეხო. ის ახლა დამატებები ნახე რაც ამან დაამატო, ამასაც იტყვის და ეს ხო ჩაწერილია. ანუ ეს თუ ჩაწერილია, ეგ ნამდვილად ექნებათ რა. აქ არის ლაპარაკი ფოკუსის შინაარსი, ხუთიან ყვავი რო შენაიღე და ბრიუს ბაფერი რო მიავიღე, ამაში. ის დაივიწყე, ანუ შემდგომი პერფორმანსი როგორია დაივიწყე. მე გონია რომ უფრო მეტად უნდა გაუკვირდეს ხალხს რომ ბრუს ბაფერის ვიდეო იქნება. რანაირად უნდა ჩაწეროს კი ბატონო, მაგრამ ის რომ ხუთიან ხო, მაგრამ ფოკუსი გავიგე, ბრუს ბაფერს ხო შეჭიროს. ეგ ფოკუსი არ არის. არა, ეგ ფოკუსი არა. ეგ არის წინასწარ შენ გაიარე და დაალაგე და ფოკუსი აქ ხო, ანუ ფოკუსი ის არის რომ ჩვენ ამოვიღეთ ხუთიან ყვავი და იმან ხო, ისწავლე. ბრუს ბაფერი ხო. ეხლა ნახე. მე ამისგან ესეთ ფოკუსი ნანახი მაქვს. დაახლოებით, რომ ამოდის და კეთდება. ამანაც იცოდა რომ პროსტა ნანახი მაქვს და ანუ შეთანხმებული იყო იმ კაცთან რომ ის ჩაწერდა. თუ საიდან იცოდა ხა რომ ჩაწერდა. მაგრამ მე მაინც კი ვიტყვი. ოპა. მე კიდევ ერთხელ ვიდეოში ჩაგაჭერე. რაღაც მალდამტროლოს ეხლა რომ. ვიდეოში მახარა რომ გამოდის. მახარა რომ გამოდის. წრიან ჯვრით. ეგ არ იყოს ოღონდ. ნახე, ეწაგება ერთია და დამცირება მეორე რა. ეს ფოკუსი მოხდა აქ. ბრიუს ბაფერის ამოღება და ხუთიან ყვავი. შესაბამისად, აქ რაც შენ გაგვაკეთებინე, აქედან გამომდინარე შესაძლებელი მგონი. რა სიტყვის ხალბატონი მანუ არ ვიცი. ძალიან დამაჯერებულად ახსნა ხა და მეც მგონია რომ ჩემს გონია რომ აქ შეიძლება ბრუს ბაფერი იყოს. რომელიც მანუ მურღულია სიტყვის. ეხლა მგონია რომ მაგას სპეციალურად ამატებ რომ სიგიჟეთ ჩავხვალო. მე შეიძლება გეხმარებით. და თქვენ უბრალოდ ამას ვერ იაზრებთ. მე კი ის ვამბობ და შენ მეც კი. თქვენი პასუხი არის. მაგას დავიცინე. ლაშა, დიახ. მახარა არ იყოს, სხვა დამცინოს ვინმე თუ მზად ხართ ვიდეო რო გავხსნათ? ესე თუ მაყურებელი რას ფიქრობს? რას კი? არ არსებობს? შანსი არ გაიყო. თუ არსებობს თქვენ მიდიხართ? ადგილები თავისუფლდება მაგ. მოდით გავუშვათ ვიდეო და ვნახოთ ვინ მოგვესალმება ვიდეოდან. და რა ეჭირება მას ხელში მეგობრებო? მე. ბოჭუ კაკათი. აი, გავხსნათ. ეგ არ იყოს რა გეხვეწები. გუდლაკ ხო. სათხართ? Ladies and gentlemen, ეგ არის? ეგ არის. მოიცა, ყვავი თუ უჭირავს. the experiment. Introducing first of the blue corner from the channel Octopus, George Kalatosi, and his partner, singer, host, and influencer, Manu Margulia. Tonight. Bravo, Lasha. ეხლა ხუთიან ყვავი ამოიღე თორე. We step into a mind-bending showdown Bravo, against Lasha. Lasha Jelashvili. And the most important, don't forget to keep your eyes on Manu's chosen card, the Five of Spades. Bravo. It's time! ეს ექსპერიმენტი იყო, რა თქმა უნდა, შესაძლებელი და მე მაინც დავადასტურებ, რომ ეს შემთხვევით ვიდეო არ ყოფილა მეგობრებო. და ეს არის შესაძლებელი. ეს შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ არავის არ ვიტყოდი რომ შესაძლებელი. შეიძლება რამდენს აიღებდა ბრუს ბაფერი ამ ვიდეოში, რომ ხუთიან ყვავი და ეს ჩვენი გამოცხადება დაამატე მაგას. აი 50 წამიანი ვიდეო კი იყო, ხო? $500. $500. მე რატო გეკითხე, ვიცი? რათანხას არ უნდა ყოფილიყო რა. მე რა თქმა უნდა საიუბილეო ეპიზოდს გამოყოფდი ამ თანხას და მით უმეტეს როცა ისეთი სპონსორი მყავს რომელიც ძალიან განსხვავებულ და უნიკალურ შეთავაზებას უკეთებს ჩემს მაყურებელს კრედო ბანკი რომელთაც შეგიძლია რომ მაგალითად 8000 ლარამდე თუ გააქვთ ისეთი სურვილი რომ ვინმეს გაუკეთოთ საჩუქარი ჩათვალეთ ეგ ჩემი საჩუქარი იყო თქვენს გაკეთებული შოპინგისას შეგიძლიათ წინასწარ დაიმტკიცოთ My კრედოს მობაილ ბანკიდან 8000 ლარამდე ლიმიტი და გადაანაწილოთ გადახდის პერიოდში სრულიად საკომისიოს გარშე სრულიად უპროცენტოდ ხოლო თუ ფინანსური რესურსების მობილიზება გჭირდებათ, შეგიძლიათ 20000 ლარამდე ციფრული სესხი დაემტკიცოთ შაბათ-კვირის ჩათვლითაც კი მომენტალურად.
მეოთხე ექსპერიმენტზე გადავდივართ, სადაც აგრეთვე, როგორც ხედავთ, ჩართული იქნება ჩვენი დამსწრე საზოგადოება და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მოვიდეს და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავაკეთებთ მსგავს ლაივ დასწრებას, თუმცა ამისთვის საჭიროა რომ ჩვენს ჯგუფში შემოხვიდეთ, გაწევრიანდეთ, იმიტომ რომ იქ იწერება მხოლოდ და მხოლოდ იქიდან შეგიძლიათ რომ მე ძალიან მიხარია რომ რაბანა რაღაცაში არის პირველი თავის ცხოვრებაში და რაბან გილოცავაკე და ბუშტის ნომერი აქვს რაბანას პირველი ნამდვილად. შენ რას მიგიღწევია ცხოვრება? ყველა ადამიანს უჭირავს ბუშტი და ეს ბუშტები არის დანომრილი. თქვენი მიზანია რომ ორივემ ერთად ერთი რომელიმე ბუშტი უნდა შეარჩიოთ. არ უნდა გამოართვათ, მას ექნება უბრალოდ ერთი ბუშტი უნდა შეარჩიოთ. ვინც თავაზობს მეეჭობით ყველა საეჭო ხარ. მიდი, აირჩი. კარგად ირჩევ რაღაც შენ. თუ გინდა მე ავირჩევ, გინდათ? ის მაინც უხერხულად უჭირავს. შენ დაგაძალეს თან და იღო და თან და გამოგწე. 22. ნახე 10-იანი წარი. ვაიმე. 10. 10? შესაძლოა შეუძლებელია. გამოვართვა? არა, თუ გადავწყვეტთ. ავირჩიეთ, კარგი, 10. რომელს ირჩევთ? 10 ხო? 10, ნახე 10 კაი რიცხვია. 10 ნომერს ნახე კამერამენის 10-იანი ავიდეთ, ხო? რაბანას რომ მივცეთ ეს 10 ნომერი თუ შეიძლება. ის რაბა, პირველი აღარ ხარ სამწუხაროდ? წამით. არა, ერთიანიც გეჭიროს. შეჩერებას არ ექნებოდა. ეს ეკონეს და წირო გამოწევ თუ შეიძლება. მეგობრებო, ესეთი უცნაური ის ერთიანიც ეჭიროს თუ? ერთიანიც ეჭიროს, მაგრამ 10-იანია თქვენი ბუშტი, თავარი არის. არ გახ მაგიდაზე არის მოთავსებული ეს არის რეალურად დისტანციური პულტი, რომელსაც მხოლოდ ერთი ღილაკი აქვს, რომ მიაჭერ ერთი ღილაკი, სხვა ფუნქცია და ნიშნულება არ აქვს რა. და მე გიტყვით, რომ აი ამ დისტანციას რომ მივუშვეთ 10 ნომერ ბუშტს და რომ მიაჭერთ, მხოლოდ 10 ნომერი ბუშტი გასკდება. ეს უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. მორჩა? მორჩასო? რაბანას სახე. არა, რაბან, ის მომიყვანები? ჩემი მოშორება გინდა YouTube-დან წაღლუშე. კარგი. ბებური არ ყველა გასხდება. არა, ყველა გასხდება და მაშინ არა, ანუ ერთი და ჩავშევ. მოხდება. მე რო ხობი ვაკეთებდა, მე ასე მოვიქცევოთ. არა, ყველა არ გასხდება. ეს რა არის? დისტანციური. და ბუშტების ეგეთ დისტანციო მე არ ვიცი ბუშტებს მე ხოხეთ. გეტყვით რომ 10 ნომერ ბუშტს გახედავს 10 ნომერზეა დაპროგრამებული. მიიტანაც მოვა 10-იანზე რომ დამიყენო ბუშტზე და დააყენოს. შეიძლება ეგრეც იფიქროს, არ ეგ თქვენ მიფიქრეთ რა გამიხილეთ. კაი, მოიცა ეხა ერთი წა. მივხვეთ ლოგიკურად. ჯერ. რაბანას ატომისცა. რომე რო გასკდება? ოპერატორს კამერა არ გაუფუშტეს. არა, რო დოიგოს ბავშვი არ შეაშენოს ახლა მაგალითად. თუნდაც მაგრამ ხო რო გამოგვერთმია. ძალიან გთხოვთ მეგობრებო, ისე მიიღეთ გადაწყვეტილება რომ მე არ დავშავდე აქ, კარგით? მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ რაბან და მადლობა სანდომს რომელიც დაადასტურებო ძალიან გემრიელი ვაფლი იყო, ხო? თქვენ გაქვთ ჩემო რაბან ევროპული სტანდარტებით დამზადებული ნამდვილი ქართული ვაფლი, მირთმეული, რომელიც ძალას მოგცემთ თუ რამე გაუთვალისწინებელი მე მოხდა. ენერგია იმდენი მაქვს, შემიძლია გადმოგცეთ ვინა. რა ხდება თქვენ? ამის დისტანციონობის ეჭქვეშ დაყენება არის რა, აი რაღაც კითხები რო დაგისვათ გიპყვება. გისმენთ? კითხები არ მაქვს. გისმენთ? რა გაინტერესებთ? რა დაждდა ეს დაყენება ამაზე რომ კონკრეტ ფასი გაინტერესებთ? ფასი მაინტერესებს, ელექტრიკთან არა, ეს პუტი სად გამოიწერა? ეს დისტანციური გამოიწერეთ, ხო? გამოიწერეთ. ნახე, წეგანა მოგაღებინა ყვავი, ხუთიანი ყვავი, ხო? მე არა თვითონ ამბობ. ამოგაღებინა. არ მაინტერესებს. ანუ ამერიცოდა რომ მე ავიღებდი ისე პაციენტს. თუ შენ ეგრე აიღე ხუთიან ყვავი ამის რაღაცაზე გავლენაც ხო იქნებოდა, ეხლა პროსტა ეგ აიღე ამჯერა რა, მაგის 52 კარტიდან ზუსტად ვიცით რომ ბოლოს წინაკარტს აიღებდა კალა, რა პრობლემაა? საიდან რაღაცა ძალით ხო მაგაღებინა. რო გვარჩევინა ეს, აი ეს რო გვარჩევინა. ამის ზეგავლენაც ხო შეეძლო. ანუ მე ამჯერა ლაშასთან ერთად რო ვარ, ნუ აი რასაც ვაკეთებ, მე ჩემით ვაკეთებ. ზოგადად. მე მაფიაში ცოტა თამაშობ ლაშას ბრალია. რაბანა რა შეშინებული ზის უკან. რა გჯერა რომ ეს პუტი მართლა არის რომ გახეთქავს ბუშტს. ან მართლა გჯერა რომ ეს პუტი არსებობს, ვის ჭირდება აი ცხოვრებაში ბუშტის გასახეთქი პუტი.
ეხლა წინა ფოკუსში UFC-ს წამყვანი გამოვიდა, 5-იან ყავით ხელში და ეხლა შეიძლება და ბუშტიც გახეთქვა, რა შეუძლებელი უპასუხოთ ეხა აი. შენ შეუძლებელი. მე შეუძლებელი მგონია. მართლა? ანუ გონია აი რაღაცა მოიგონა პროსტა და არც ეს არა პულტი და არც 10-იანი აფეთქდება არა. ბოლო კითხვას ავიღებ დარბაზის დახმარებას. არ ვიცი, კითხეთ დარბაზს. ხო რა გონია? რას ფიქრობ? ანუ ჯეირანი მართლა მე ვარ არა შეხარ კეთდა. დავაი მეთით. ჯეირანი. მოვიდე. ანუ არა. მომეხმარე, გამუჯდი. მე თქვი რომ კითხო. ეხლა ვიტყვი კი, შესაძლებელია. ისო მე აშ დავგებდი, ხო ეს პასუხი მიღებულია. ადრე და კი აუცილებლად ეხლა მე მინდა მანუ შენ თვითონ შენ მიიღეს გაწყვეტილება ეს ისე რო აიღო ოღონდ ჯერ არ მიაჭირო რა ანუ ესე რომ ოღონდ არ მიაჭირო არ ვაჭერ აირე რაბა თუ შეიძლება ეს ბუშტი ისე დაიჭიროე ან საერთოდ დადგმული არაა მეგობრებო როგორც ხედავთ სარეელი ხელები რაბა შავი და არ ჭირდება შავი ისეაც არ ჭირდებოდა აი ესე დაიჭირე ცოტა მაღლაწიე და მიუშვირე და მიაჭირე. თითი არ მეტყირა. 10. შენ არ მიიღა. და თუ შეიძლება მიაჭირე. ბუშ დაუმიზნე. რა დავთვალო? ბუშ უმიზნე? კი. არ შვება. რა თქმა უნდა შეუძლებელია. 2000 ლარი მოიგეს ბიჭო რა არ შეიძლება. ხონგე აი სოსი ძახტი თავი. რა თქმა უნდა არ გასწრება ეს დისტანციური არის, მაგრამ ბუშტებს არ არა უშავს. ხო მომიგე ჯეირანში, რატო არ გატანკა ეგ ვერსია? მეხუთე რაუნდზე გადავედით. და აქვე ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა სახელოსნობას, რომელმაც ეს სივრცე არა დღეს, არამედ უკვე ძალიან დიდი ხანია გამოყოფილი აქვს და მაძლევს საშუალებას რომ ვიდეოები გადავიღო. რაც შეეხება ბოლო რაუნდს, ამ ერთ კონვერტში მანუ არის მოთავსებული მწვანე ბარათი, რომელიც თქვენი მიზანია რომ ეს მწვანე ბარათი იპოვო, მეორეში წითელი ეგ არ გაწყობთ. მე მოგცემთ ახლა თქვენ მინიშნებებს და თქვენ უნდა გააწყვეტოთ ეს მინიშნებები არის გულწრფელი თუ არა გულწრფელი. რაღაც კითხვები მექნება. მანუ შენთან მაქვს ერთი კითხვა. შენ ხარ ძალიან კარგი, წარმატებული, ქართველი ქალბატონი. მადლობთ. და შენი პროფესია არის სიმღერა, მაგრამ ასევე ძალიან ისეთი წარმატებული ინფლუენსერი ხარ. და არაერთ სოც პლატფორმაზე რა. აი არჩევანის საშუალება რო გქონდეს, უბრალოდ კი არ გქონდეს, არამედ რომ დადგე არჩევანის წინაშე და მხოლოდ ერთი გზა რო აირჩიო. სიმღერა დასრულებად სოც პლატფორმა, რომელსაც აირჩიო. აუცილებლად სიმღერას აირჩიო, ხო? კარგი, იმიტომ რომ მე აქ მაქვს შენ რამდენიმე მინიშნება და მოდი მაშინ აი ამ კონვერტს მივაკრავ სიმღერას. რომელიც შენ უპირატესად უფრო გქონია და დააყენეს ოს პლატფორმაზე. მე პირდაპირ გეტყვით, არ ვიცი ეს თქვენ უნდა გააწყვეტოთ რამდენი გულწრფელი ვიქნები, მაგრამ მე ვეცდები თქვენ ემოციური გადაწყვეტილება მიგაღებინოთ და არასწორი კონვერტი აგარჩევინოთ. ამიტომ მე მიკროფონი მოვათავსე აი იმ კონვერტზე. შენი აზრით ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელში დევს ფული? მაინც აკეთებს? უფრო ჩავაჭიროთ მეგობრებო. კალა, შენ ხარ ძალიან წარმატებული პირველ რიგში YouTubers გეტყვი ჩემო ზმამეთ კოლეგები რა და ასევე ქართველი ღირსეული ადამიანი. იუმორი არ დამიყენო იქით. არა. მაგრამ შენი YouTube არხისა ბევრი პროექტი გაქვს ისე რა. გაკეთებული რა. იუმორინას არ გვიწევ. და ასევე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნახვადი ორი პოდკასტის წამყვანი ხარ. არის ფუ პოდკასტი და არის ორშაბათობა. შენც რომ დადგე არჩევანის წინაშე და მხოლოდ ერთის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევი? ძალიან ცუდი შეკითხვაა პირველ რიგში მინდა ამბობ, ესე უხერხულობთ. ამ განათლების ისტორიაში მე თავი არ მიგძვნია, მაგრამ ერთადერთი მიზეზის გამო ვიტყვი პოდკასტს, იმიტომ რომ ორშაბათობები ძალიან ხამე რო რჩება ხოლმე, ძალიან ვიღლები, ძალიან დიდი რო გამოდის. აი მაგიტო ღირებულია შენთვის. ღირებული კი არა, ხმანდა რომ მიყვანეთ. რომელი უფრო ღირებულია? ღირებული ორშაბათობა არის უფრო ჩემი გაკეთებული ვიდრე პოდკასტი. ანუ გასაგები. ორშაბათობა არის ის რის გამოც სამსახურში აღარ მუშაობ. ანუ ძალიან ღირებულებით რომ ამარჩევინო, შევა ორშაბათობა ვერჩი. მაგრამ ახლა რომელში უფრო კომფორტულად ვზნობ თავს რომ ითხრა შევა პოდკასტი გით. თუ მასია და შენ თუ პოდკასტი გირჩევნია, ის თუ დაკლიკოთ. მაშინ მე პოდკასტს მივაკროფ ამ კონვერტზე, თან აქ מחარა, მოხვდები? და აქეთ
ორ შაბათს. ნახე, შენი კითხვა რა მარტივი იყო, ეგრევე გადაწყვეტილება მიიღე მე იმენა. მოდის მესამე მინიშებასაც ბარემ გეტყვით. ნებისმიერი კონტენტ კრეატორისთვის არა ესეც მნიშვნელობა არის, არ ვიცი რაღაცა, იუთუბერი, ტიკტოკერი, ინფლუენსერი, არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის სპონსორი. განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში, რომელიც რა თქმა უნდა ფინანსურად გვაძლევს საშუალებას და ზურგს, რომ უფრო ხარისხიანი კონტენტი შევთავაზოთ. მაგრამ რომ არა ჩვენი აუდიტორია, რა თქმა უნდა, არც ეს სპონსორი არ იქნებოდა. მე ამ აუდიტორიის პირებში მადლობას გადავუხდი ჩემს დამსწრე საზოგადოებას და ასევე იმას ვით მიყურებს. და ასევე თუ მიყურებენ ახლა და არხი არ აქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო და გამოიწევოთ არხი, იმიტომ რომ 200,000 გამომწერზე მართლა ძალიან მაგარ რაღაცას ვაპირებ და რამდენად სწრაფად გავაკეთებ ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რა. მე მგონი შენი იცი პასუხი. რა თქმა უნდა, ვიცი პასუხი, მაგრამ ფორმალურად დავსვა. შენი აზრით კრეატორისთვის რომელი უფრო ღირებულია? ნებისმიერი გაგებით სპონსორი თუ აუდიტორია? აუდიტორია. რა თქმა უნდა, ანუ სპონსორები არ იყვნენ, მაგრამ კონტენტი მაინც კეთდებოდა. მაშინ მოდი გავაკეთოთ არჩევანი აუდიტორიასა და სპონსორ შორის. მე გითხარით რომ მე მაქსიმალურად ვეცდები რომ თქვენ ემოციური გადაწყვეტილება მიგაღებინოთ და თქვენ არასწორი კონვერტი აგარჩევინოთ. ემოციური გადაწყვეტილება რატო არის ეგ? ანუ მაგას ამბობ რომ ემოციაზე თუ წავალთ არასწორად ავირჩევთ. მაგის თქმა გინდა? ეგ შენ და გააწყვეტ. არა, შენ მაგას გეუბნები? ანუ ერთი თქო თქვი და ჩაგეკი, არა, ლაშა თქვი რაღაც და ჩაგეკითხე. აბა გისმეთ? ანუ შენ დიახ. თქვი ხა ხო, რომ ემოციური გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ, ანუ არასწორს. ემოციურ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ და არასწორ კონვერტს აგარჩევთ. შესაბამისად, ემოციურად თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს იქნება არასწორი. შენი აზრით. მე ასე ვამბობ, მაგრამ შენ ამდენ დამიჯერებ ეს ოკეი, ხო, არა, შენ რაც ამბობ, მაგის გარკვევა მინდოდა, რომ მე არ თქვა, რომ არა ძმომეს ხო რაღაცა რაღაცას გულის. ვამბობ ხოლმე. ოკეი, კაი. შენ მარჯვენა მგონია მოგება? აღარ გონია არაფერი? ჩემი აზრით, ლაშა რომ კაი ტიპი გამოვიდეს ბოლოს, იტყოდა რომ ეს სწორი უთხარიო თავიდან და ამათ აერჩიე არასწორად. აი, ეს ხელებს დაიბანს, ნახე, და კაი ტიპი გამოვა, რომ ბიჭო, ეს რატო აერჩიეთ? მე გითხარით რომ აქ იყო. ანუ ცუდი ტიპის ველში თავს არ ჩაიყენებს. ამიტომ იქ იქნება ფული. აკეთ? ხო. მოდი, ტაში დავუკავთ, ისე გონია რომ მარჯვენა უნდა ავირჩიოთ. და ტაში დავუკავთ და მარცხენა. მარცხნივ ხოლმე მარცხნივ უნდა. უდნაო. არა, მარცხნივ უფრო მეტად. მარცხნივ მომეტაში. მოდი 10-მდე დავითვლი და 10-მდე რომ დავითვლი თქვენ რომელიმე კონვერტი აირჩიეთ. 10 9 9 8 6 5 4 3 2 და 1. რომ დავიწყებთ მარჯვენას, მაგრამ მარჯვენას. ეხა კიდე ეხა შენ მოყვა. ასე ვარ ნიშნავს რომ ამ კონვერტს რომ გახსნიან. რაბან შეიძლება დამეხმარო? არა, მე უნდა გავხსნა. არა, რაბან უბრალოდ ნახავს, ნახე რომ გახსნი. შავი ფურცელი დევს, რომელიც არაფერი არა და იმ შავი ფურცლის წინ დევს ასევე ან მწვანე ან წითელი. წითელი არის რომ წააგეს და შენ წითელი შუქი გირტყავს სახეზე, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. მწვანე არის რომ მოიგეს, უბრალოდ ნახე, რამე კომენტარი გააკეთე და ისევ დაჭიქი. შენ ნახე თუ შეიძლება. რაბან. Drum roll. ჩვენც და დავინახოთ? დავინახავთ ეგრე არა? ნახე, დადე რამე კომენტარი გააკეთე და ისევ დაჭიქი. აირჩიეს, ეგ აირჩიეს. ხელები აგიწერე. რაბან შევცვალოთ? აბსოლუტ სინემა. შევცვალოთ. აბსოლუტ სინემა, ხო არის? მანუ, შეგიძლია მოხვიდე? ავაგეთ, მე უკვე ვისჯერა. რატო გჯერა? იმის რეაქციით. წითელი არ უნდა იყოს, ხო? წითელი არ უნდა იყოს. წითელი. და ეს ბარათი არის. გამზუხაროთ. გითხარე. აი, არა უშავს კალა. მაინც ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარი თამაში გქონდათ. ხო, იმისთვის რომ დავrწმუნდეთ, რომ ორივე წითელი არ დევს, მეგობრებო. რა თქმა უნდა, აქიდო ბიჭო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. აი, არა უშავს. ეს ხო თამაშია. კალა, დივანი ჩემზე იყოს ძმაო. დივანი ჩემზე.